დღეს ვისაუბრებთ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტზე, ფეხბურთში რევოლუციის მომხდენზე. იმ ადამიანზე, რომლის მსგავსად თამაში ყველა ბავშვის ოცნება იყო. ტალანტი იმხელა იყო, რომ ის არავის ახსოვს, როგორც 453 გოლის, 286 ასისტის, ჩემპიონთა ლიგის ტიტულის, ოლიმპიადის, მესისა და რონალდოს ეპოქაში ოქროს ბურთის სერიოზული კანდიდატობისა და ჩინებული კარიერის ავტორი. არამედ მას ყველა მოიხსენიებს როგორც გაფლანგულ ნიჭად. წარმოგიდგენიათ, კარიერაში ჩატარებულ 732 თამაში, რომ 729 საგოლე კონტრიბუცია გაქვს და ეს შენი სრული პოტენციალი არ არის. 1992 წლის 5 თებერვალს ხმაურიან ბრაზილიაში, სან-პაულოში, ღარიბ ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელსაც სამყარო ნეიმარის სახელით იცნობს. ნეიმარის მამაც, ნეიმარ უფროსი ფეხბურთელი იყო, თუმცა ტრავმების სიხშირემ ადრე ააღებინა ხელი ფეხბურთზე. ნეიმარ ჯუნიორის ბავშვობა სარაში, ღარიბ უბანში, მტვრიანი ქუჩებისა და სანაპირო ქვიშის თავგადასავლებით იყო სავსე. ელექტროენერგიისა და წყლის პერიოდული გათიშვა მისი ოჯახისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ იმ პატარა ბიჭს, რომლის ერთადერთი გასართობიც მისი ბურთი იყო, წყალი და ელექტროობა საერთოდ არ ადარდებდა. ნეიმარმა კარიერა სანტოსში დაიწყო, იქ სადაც პელე თამაშობდა. 17 წლის ასაკში კი უკვე პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. აქედან კი უკვე შოუ იწყება. შოუ, რომელიც აქამდე 17 წლის ბავშვისგან არავის ენახა. ნეიმარი გუნდის ლიდერი იყო, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ის, ვის გამოც თამაშებს უყურებდნენ. 2011 წელს სანტოსმა კოპა ლიბერტატორესი მოიგო. ტიტული, რომელიც ბოლოს 1960-იანებში ჰქონდათ მოგებული. აქ ნეიმარი უკვე ამომავალი ვარსკვლავი კი არა, ნეიმარი ბრაზილიის იმედი იყო, სუპერ ვარსკვლავი. სანტოსში ჩატარებულ 230 მატჩში ახალგაზრდა ნეიმარს 136 გოლი და 75 ასისტი დაუგროვდა. 200-ზე მეტი საგოლე მოქმედება. კოპა ლიბერტატორესი, კოპა დუ ბრაზილია, 3 შტატური ჩემპიონატი. პუშკასის ჯილდო საუკეთესო გოლისთვის ფლამენგოს წინააღმდეგ, რაც დღესაც ამოუხსნელი რჩება. ის როგორ გააკეთა, რაც გააკეთა. 2011 და 12 წლებში სამხრეთ ამერიკის წლის ფეხბურთელი. 2010 წელს 18 წლის ასაკში სანტოსის მაისურით ერთ სეზონში 42 გატანილი გოლი და კლუბის რეკორდი. 2013 წლის ზაფხულს ნეიმარის გამო ევროპულმა გრანდებმა ერთმანეთი გადაჭამეს. რეალი ფავორიტად გამოიკვეთა, ბრაზილიელმა ბარსა აერჩია. მისი პირველი სეზონი ადაპტაციისთვის იყო. ბარსელონა პეპ გვარდიოლას ეპოქის შემდეგ ახალი დენტობას ეძებდა. მესი ბევრისთვის უკვე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ნეიმარი კი მის დამხმარედ მოიყვანეს გუნდში. ამ სეზონმა დიდი ვერაფრით გამოირჩია თავი ბარსასთვის, მაგრამ 2014-15 წლებში ყველაფერი შეიცვალა, როცა გუნდმა ლუის სუარესიც დაიმატა და ლეგენდარული ტრიო MSN-ი შექმნა, რომელიც მესი, სუარესი, ნეიმარით იშიფრება. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრიადა. ეს სეზონი ნეიმარის ევროპული კარიერის მწვერვალია. ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა, ტრებლი. ნეიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბაიერნს 2 თამაშში 3 გოლი გაუტანა. ფინალში იუვენტუს ბოლო წუთებზე შეუგდო და თამაშს წერტილი დაუსვა. მესისთან და რონალდოსთან ერთად 10 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა და ეს ყველაფერი 23 წლის ასაკში გააკეთა. ბარსელონაში გატარებულ 4 წელიწადში ნეიმარმა 105 გოლი გაიტანა, 76 ასისტი გააკეთა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, 3 კოპა დელ რეი, სუპერთასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. მესი იშვიათად ენდობოდა მოთამაშის ისე, როგორც ნეიმარს, რადგან ის მას თავის გვერდით აყენებდა როგორც მოედანზე ფეხბურთის თამაშის დროს და ამის შესაძლებლობით, ისე მის გარეთაც, მეგობრად. ნეიმარისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მას ლიდერობა უნდოდა, თუმცა ხვდებოდა, რომ ამას ბარსაში ვერ მოახერხებდა. ბარსა ხომ მესის გუნდი იყო. ამასობაში ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენიდან ისეთი შეთავაზება მიიღო, ვერც მამამისი, ანუ მისი აგენტი და ვერც თვითონ უარს რომ ვერ იტყოდნენ. ნეიმარი მარტო მესის ჩრდილს კი არ დააღწევდა თავს, ამავდროულად ბევრად მეტ ფულს მიიღებდა. ეს ნაბიჯი ნეიმარის კარიერაში დღემდე ყველაზე გარდამტეხ ნაწილად რჩება. რა იქნებოდა რომ ბარსელონაში დარჩენილიყო და ეს ტანდემი კიდევ რამდენიმე სეზონით გვენახა. თუმცა ნეიმარის პარიზული კარიერა ისეთივე დაუფასებელია, როგორიც ზოგადად კარიერა. 2017 წელს ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა, 222 მილიონი. PSG-ს მიზანი ასეთი თანხის გადახდის შემდეგ ნათელი იყო, ჩემპიონთა ლიგის მოგება. ნეიმარმა პირველივე სეზონი საოცრად დაიწყო. ლიგა 1-ის მცველები მისთვის არაფერს წარმოადგენდნენ და მისვლიდან მალევე არაერთი შედევრი შექმნა. პარიზელებს კი გულში იმედი ჩაუსახა, იმედი, რომელიც აქამდე არ გასჩენიათ. 30 მატჩში 28 გოლი და 16 ასისტი ჰქონდა. დაუჯერებელი სტატისტიკა და ჩემი აზრით საუკეთესო ნეიმარი, რაც გვინახავს. თუმცა მარტში ნეიმარს ის დაემართა, რის გამოც მთელი კარიერა ისე არ წაუვიდა, როგორც უნდა დასრულდა. ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო და ეს სეზონის დასკვნითი ნაწილის გამოტოვებას ნიშნავდა. PSG-მ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, ვერც 2019 წელს ვერ მოიგო. 2020 წელს ფინალში გავიდნენ, ბაიერნს დაეჯახდნენ, ბაპე და ნეიმარის დუეტი მაშინ დაფრინავდა, მაგრამ 1-0 დამარცხდნენ. საქმე ცუდად წავიდა, ნეიმარის ტრავმები კიდევ უფრო გახშირდა. 2023 წელს გუნდში ნეიმარის საუკეთესო მეგობარი და ყოფილი გუნდელი.
ვის ჭრალებში ჩრდილსაც გაიქცა, მესი მოვიდა. იმ სეზონი ბრაზილიელმა ბრწყინვალედ დაიწყო. უფრო მეტი საგოლე მოქმედება ჰქონდა ვიდრე თამაში. უკვე დაძრული იყო საუბრები ოქროს ბურთზე. ახლა 3 წამით გავჩერდები და დაგაცდით გამოიცნოთ რა მოხდა. კი, ნეიმარმა ტრავმა მიიღო, თან სერიოზული. ნახევარი სეზონი გამოტოვა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ისევ ვერ გამოვიდა. Paris Saint-Germain-ში ნეიმარის სტატისტიკა მაინც ჩინებულია. 173 თამაში, 118 გოლი, 77 ასისტი, 5 ლიგა 1, 3 კუპ დე ფრანსი და 4 სუპერთასი. მოკლედ, ნეიმარის პარიზული კარიერა ინდივიდუალურად გამორჩეული იყო, სტატისტიკების მხრივაც, მაგრამ პირდაპირი პასუხების ნაცვლად ის კითხვებით დასრულდა. მაგალითად, მიაღწია მიზანს, თითქმის, აჩვენა თავისი მაქსიმუმი პერიოდულად. გაამართლა რეკორდული თანხა? პარიზელებს რომ კითხო არა და ვერც გაამტყუნებ, იმიტომ რომ პარიზელებმა 222 მილიონი ჩემპიონთა ლიგისთვის გადაიხადეს და არა იმ ლიგა 1-ისთვის, რომელსაც მის გარეშე აქამდეც იგებდნენ და შემდეგაც მოიგეს. 2023 წლის სეზონი PSG-ში ნეისთვის ბოლო აღმოჩნდა და ის საუდის არაბეთში, ალ-ჰილალში გადაბარგდა, სადაც ტრავმების გამო ერთმანეთს 3 თამაში ვერ გადააბა. მერე მათაც გაუშვეს და ახლა ის მშობლიურ სანტოსში თამაშობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიმარმა თავისი თავი PSG-ს შემდეგ ისევ ბარსას შესთავაზა, თუმცა ბარსას მაშინდელ მწვრთნელს ჩავის ნეიმარის დაბრუნება არ უნდოდა. ბრაზილიის ნაკრებში ამ წლების განმავლობაში ნეიმარი იმედის სიმბოლო იყო. 2014 წლის მუნდიალზე ისეთი ტრავმა მიიღო, სამუდამო პარალიზებას ბეწვზე გადაურჩა. 2018-ში მეოთხედფინალიდან გავარდა. 2022-ში ხორვატიასთან ნეიმარის შესანიშნავი გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა და გუნდი პენალტებში დამარცხდა. დღესდღეობით ნეიმარი ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. პელესაც გაასწრო, თუმცა მთავარი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატი, რაც პელეს 3 აქვს, ვერ მოიგო. ნეიმარის კარიერა ბევრი უიღბლობის გამო ერთი შეხედვით არ წარიმართა ისე, როგორც ასეთი დონის ფეხბურთელისთვის უნდა წარმართულიყო, მაგრამ ნეიმარი მხოლოდ ფეხბურთელი არ არის. ის კულტურული ფენომენია, თავისი ცეკვით, სტილით და იმ გავლენით, რაც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთის მოყვარულზე მოახდინა. მოდი ვაღიაროთ, ბავშვობაში ყველას გვინდოდა, რომ ნეიმარისავით გვეთამაშა. კი, თამაშობდნენ მესიც, რონალდოც, მაგრამ ჩვენ ნეიმარი გვინდოდა. საფეხბურთო სამყაროსთვის სამწუხაროდ ნეიმარს ევროპული მაღალი დონის კარიერა ნაადრევად დაუსრულდა და ასევე საფეხბურთო სამყაროსთვის სამწუხაროდ ეს ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. ხო და გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ კიდევ რომელ ფეხბურთელზე გინდათ ასეთი ვიდეოს ხილვა.